მოგესალმებით, დღეს 5 სექტემბერია, უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. საბოტაჟის უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. დღეს მაგისტრატ მოსამართლესთან სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე გამოიკითხება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დაკითხვა გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართული ოცნების შეფასებით სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი ექსტრემისტული საქმიანობით იყო დაკავებული. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა დემოკრატიის მცველების ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. გამოძიება რომ წარ დაწყებულიყო, ჩვენ დავინახეთ რა როლი ქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ ექსტრემისტული ღონისძიებების ორგანიზებაში, რასაც საქართველოს სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში ადევნებს თვალყურს. ამას ყველაფერს ახალისებს ფინანსურად და პოლიტიკურად მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორი. ვისი რა დანაშაულია, რა ზომის დანაშაული, რომელს მიუძღვის, რასაკურველია უნდა შეფასდეს. კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა. განცხადება შეფასდა საქართველოშიც. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ანჟეი დუდას სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის პოლიტიკას და ფაქტს, რომ საქართველოში 2022 წლიდან სხვადასხვა ჯგუფებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ოპოზიციურ სპექტრში კი ამბობენ, რომ რუსული აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. შეგახსენებთ, ანჟეი დუდამ ამ თემაზე ეროვნული ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. საინტერესო არის, რომ კიდევ რომელი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსანი კაბედავს და კიდევ იტყვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის მცდელობები და მოწოდებები იყო სხვადასხვა ქვეყანაში. ქართულ ოცნების გუნდს ქართულ ხალხთან ერთად რომ არ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება და უარი არ ეთქვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩვენ ქვეყანაში ზუსტად ის ომი მძვინვარება იქნებოდა. ანჯეი დუდამ რა როგორ აღიქვა, მე შემიძლია ერთი ფაქტი რაც თქვა, რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა არაერთხელ დაარღვიეს ევროკავშირის საჰაერო სივრცე, მათ შორის არა მარტო პოლონეთში, არამედ იყო შემთხვევა რუმინეთში, იყო შემთხვევა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს რუსული აგრესია არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, ამიტომაც არიან გაერთიანებული ევროპის ქვეყნები უკრაინის დახმარებაში და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. ეს განცხადება, რაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ იქნა გაკეთებული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ჩვენ არაერთი განცხადება გვაქვს აქამდეც გაკეთებული და ფაქტობრივად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით ჩვენს საზოგადოებას აღნიშნული საფრთხეების თაობაზე. არავის არ მივცემდით იმის საშუალებას, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩათრევა შესაბამის სამხედრო დაპირისპირებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა. ამის შესახებ მიხეილ ყავალაშვილმა განცხადება გაავრცელა. გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია ძლიერი საქართველო ლელო, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებში ჩატარდება. ამასთან ხაზგასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემ შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუციისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს, იმის თქმის საბაბიც კი
კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეზღუდული კონკურენტუნარიანია ნობის პირობებში ტარდება მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. Გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს უსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე ჯაფარიძე 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს და 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მათ ამ საქმეზე 50,000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განსხვავებით გადაიხადეს. გამოცემა ველტი გერმანიაში პოლიტიკოსების საეჭვო გარდაცვალების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში ოფიციალური ინფორმაციით 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უეცრად გარდაიცვალა, თუმცა სხვადასხვა წყაროები ყვებიან, რომ რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის არის პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის სიის კანდიდატები. მომხდარის გამო 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა. დღეს წესრიგში დგას ხელახალი კენჭისყრის საკითხიც. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი ბუნდესტაგში გარდაცვლილების საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტიაა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით კი გერმანიაში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია ამომრჩეველთა ხმების 26%-ს მიიღებდა. ეს მაჩვენებელი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეიტინგზე 2%-ით მეტია. და ისევ საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში პარტიული სიების მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიები ელექტრონულად წარედგინათ. 14 რეგისტრირებული პარტიიდან სია 12-მა წარადგინა, რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 11 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი ორგანიზაცია. ასევე უკვე დაიწყო ფუნქციონირება 3051-მა საუბნო საარჩევნო კომისია. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის პარტიული სიების მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა გამოიწურა. 14 რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებიდან წარადგინა 12-მა პარტიული სია, რაც არის იმის წინაპირობა, რომ 2 პოლიტიკური გაერთიანება ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. სხდომაზე დარეგისტრირდა კიდევ 7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 1 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ჯამში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 11 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების სანზონის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ მრჩევლებთან შეხვედრა იფნის, ზვარეთის, კვერნაულისა და ედისის ქუჩების მიმდებარედ გაიმართა. ვალერიან პაპუაშვილი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მოვისმინე ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, გავეცანი გარკვეულ საკითხებს, გავიგეგმეთ სამომავლოდ მათი პრობლემების მოგვარებაში და ვეცდები მაქსიმალურად იმ კომპეტენტურ სამსახურებამდე მივიტანო მათი პრობლემები, ვინც გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხებს. გამოვედით, რომ შევხვდეთ, გავიცნოთ კიდევ ახლოს უფრო დაველაპარაკეთ, მოვისმინეთ მაგით საუბარი დანაპირები და ძალიან გვეხარია და დიდი მადლობლები ვართ ყველაზე. ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლილო ორხევის ოლქში ადგილობრივებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. მამუკა ხაბარევმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა და ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა. იმედიანად ვართ, რაღაც ისეთი ნდობა გაგვიჩნდა, რომ ასე მგონია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ იქნება. თავარია მშვიდობა იყოს და ყველაფერს მოაგვარებს ჩვენი კანდიდატიც. წარმატებებს ვუსურვებთ და მადლობას ვუხდით ასეთი თბილი შეხვედრისთვის. შეხვედრა ჰქონდა პატარა ლილოს მოსახლეობასთან.
შევხვდით, გავეცანით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, თუმცა ბევრი ძალიან კარგი მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული პატარა ლილოში, მოგეხსენებათ პატარა დასახლება, აშენდა და რეაბილიტირდა ახალი საჯარო სკოლა, ასევე მოაწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე ქსელი, თუმცა არსებობს კიდე მოსახლეობის წინაშე სხვადასხვა მოთხოვნები. მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა რუსთავში. ნინო ლაცაბიძე მოსახლეობას ძველ რუსთავში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც ქართული ოცნების გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს. უპირველესად მარტო იმის გულისთვის უჭერ მხარს, რომ მშვიდობა, რაც შეეხება ქართული ოცნებიდან წარდგენილი თავის გუნდს, რომელიც რუსთავის მმართველები არიან, და ამათ ხელში გაკეთდა ქალაქში უძვირფასესი და უზარმაზარი პროექტი. წინა 4 წელი, რომელიც გავიარეთ ერთად, იყო ძალიან ნაყოფიერი და ბევრი პრობლემა გადაიჭრა, რომელსაც რუსთავში ისტორიული პრობლემები დავარქვით. წინ გადადგმული ნაბიჯებია და ძალიან ბევრად წინ წავიწიეთ ეკოლოგიის კუთხით, ტრანსპორტის კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით. მოვდივართ არა დაპირებებით, არამედ კონკრეტული გეგმით, რომლის უკან დგას კონკრეტული პროექტები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სოფლების კლდისა და წნისის ამომრჩევლებს შეხვდა ვარლამ ციკლაურმა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, დასახულ მიზნებზე, მუნიციპალიტეტის 4 წლიანი განვითარების ხედვაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მან უპასუხა ადგილობრივების შეკითხვებს და მოისმინა მათი საჭიროებები. რა ვითარება მსოფლიოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი თქვენ წინას შევხვდი სოფელ კლდისა და წნისის მცხოვრებლებს, ძალიან საინტერესო შეხვედრები გამოვიდა, ვისაუბრე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ვისაუბრე ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, სოფლის მხარდაჭერის მიმართულებით, რა პროექტები და პროგრამები შეიძლება განვახორციელოთ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში თურქეთთან დამარცხდა. მატჩი ანგარიშით 2-3 დასრულდა. დინამო არენაზე ნაკრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტთან, ქალაქის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად გულშემატკივრობდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები იჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მეორე შეხვედრას ჯვაროსნები 7 სექტემბერს კლუბ დინამო არენაზე უკვე ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. საქართველოს სპორტის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა. მხარებმა ხელი მოეწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სპორტის სფეროს უწყებათა შორის ორმხრივ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს. სპორტის სამინისტროში უმასპინძლე თურქეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, რომელთანაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თურქულ-ქართულ ურთიერთობის გაღრმავებას სპორტის სფეროში. ეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სპორტის სამინისტროსთან. მუშაობთ სპორტული ტურიზმის მიმართულებით, ასევე გუნდების გაცვლაზე, ფედერაციებთან თანამშრომლობასა და სპორტულ აქტივობებზე. ეს თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია და ჩვენ გვჯერა, რომ ორივე ერს აქვს ძლიერი ისტორიული კავშირები. ამ პროექტებს აქტიურად გავყვებით და მაქსიმალურად განვავითარებთ მათ. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ძლიერი საქართველო ლელოს ლიდერები ბათრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებს. გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია ძლიერი საქართველო ლელო, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებში ჩატარდება. ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენცია და არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოება ამ ხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემ შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს უსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს. ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე ჯაფარიძე 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს და 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მათ ამ საქმეზე 50,000 ლარიანი გირა ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით გადაიხადეს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობებით კურიერი 11-ზე უკვე თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.